გამარჯობათ მეგობრებო. ავაწყოთ სქემები, სხვადასხვა სქემები ერთმანეთს მივსადაგოთ და მოვგზავნოთ ერთ მთლიანობაში. შეგიძლიათ მოგსოვოთ რეზინა, შეგიძლიათ დაიწყოთ პირდაპირ. მაგალითად, აი ეს ყველაზე, ვთქვათ, უფრო ადვილი სქემებია და ერთად მოვგზავნოთ რამდენიმე სქემა. თუ მოგსოვთ რეზინას, თუ არ მოგსოვთ რეზინას და ასე დაიწყებთ როგორც აქ არის, ყოველ შემთხვევაში უკვე როცა სქემა უნდა აწყოთ, უნდა გქონდეთ მოგსოვილი უკუღმა რიგი. უკუღმა რიგი, აი ასე. გადაქსოვილი მაქვს უკუღმა რიგი და აი ამ შემთხვევაში ახლა უკვე მე ვიწყებ სქემას. აი ზუსტად იგივე უნდა გავაკეთო აქ, იგივე აქ და ასე და ჩათვალეთ, აქ არაფერი გვაქვს მოგსოვილი და როგორც ახლა ავაწყობთ, ასე დაიწყეთ სულ თავიდან. და რომ გაგიადვილდეთ, დათვალოთ თვლები და სქემას, რომელს რამდენი ჭირდება, აი აქედან მოვყვებით, ხო გსოვთ, ახლა აქედან ასე მოვდივართ, ხო? აი ესაც ზუსტად ისეთნაირად არის დათვლილი, აქედან აქეთ. დაიწყებ თვლების ქსოვას და დაიწყებ თან დათვლას. როგორ დაალაგო სქემები გვერდ ერთად და როგორ მოგსოვ. ნაპირის თვლები, რომელიც მე არ მაქვს ნაჩვენები და პირდაპირ სქემას ვიწყებ, თქვენც გექნებათ თავისთავად. აქ მხოლოდ პირდაპირ სქემა არის აღნიშნული. 3 თვალი წერია აქ 3 თვალი, ხო? გაქვს უკუღმა გადაქსოვილი რიგი და იწყებს სქემას. აი ეს 3 თვალი შუა თვალიდან, აი წინა ნაქსოვის ეს ზურგი, ძაფი ზურგი გამომყავს და ვტოვებ ჭხირზე. ერთი, ორი, სამი. ახლა წამოვიღებ და გადმოვიტან. ეს სქემა ჩვენ მოგსოვილი გვაქვს და შეგიძლიათ მოძებნოთ აქ YouTube გვერდზე ჩემთან და ნახოთ როგორ იქსოვება. და აქაც ხსნით. უკუღმა თვალი, ერთი თვალი გიჩვენებს, ყველგან არის ეს თითო თვალი შუ და შუ. ეს ნიშნავს სულ უკუღმა არის ეს თითო თვალი, რაც არის, უნდა ვგსოვოთ უკუღმა. ყოველთვის ძირითადად გექნებათ, როცა სქემებს აწყობთ სხვადასხვა სქემას, შუ და შუ, აი ნაპირებზე უკუღმა თვლებს, როცა ჩააყოლებთ, აი ასე ძალიან ლამაზად გამოგივა. ერთმანეთისგან სქემებისგან გამოიკვეთება ეს ხაზი და სქემა ჩაჯდება თავის ადგილას, აქეთ-იქეთ უკუღმა თვლები ამას ძალიან სილამაზეს მისცემს. შემდეგ გვაქვს 7 თვალი აქ აღნიშნული და დააკვირდე, ეს 7 თვალი დაყოფილია თან ამ დროს. 3, 1, 3. 2, 4, 6, 7 თვალი, აი ეს არის. და როგორ დავყოთ ახლა ეს 7 თვალი. პირველი 3 თვალი, შუა თვალს აი ასე გამოვდივარ, ვიღებ და ვიწყებ ქსოვას. 1, 2, 3. ამ გამოტანილ ძაბს უკან გადავატარებ. და დავტოვებ ასე. შემდეგ ვგსოვ უკუღმა თვალს. ხო არის აქ დაყოფილი 3, 1, 3, ეს ერთი უკუღმა. მოგსოვე ხო 4 თვალი, დამრჩა კიდე 3 თვალი, რაც მოცემული მაქვს მე 7 თვალი. შემდეგ 1 თვალი ისევ და ეს უკუღმა. შემდეგ იქ მოცემულია 3 თვალი,
1, 2, 3 თვალი. ერთი თვალი ყველგან არის უკუღმა. ახლა შეხედეთ შემდეგი 7 თვალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვეულებრივად უნდა მოვგზავნოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 თვალი. დავიწყეთ უკვე ვაწყობთ სქემას, აი ეს გავაკეთეთ, ახლა აქ ვართ, ამას ვგზავნთ. შემდეგ ისევ ერთი თვალია და ეს ერთი თვალი არის უკუღმა. შემდეგ წერია 3 თვალი და აი ეს 3 თვალი. ისევ ერთი თვალი და უკუღმა. შემდეგი 7 თვალი ისევ დაყოფილია ეს 7 თვალი 3, 1, 3. 7 თვალი გვაქვს და დაყოფილია 3. ერთი და კიდევ 3 ამ 7 თვალიდან. ერთი თვალი და ეს უკუღმა, 3 თვალი, ეს ნაპირის 2 თვალი, რომელიც არსად არ ითვლება სქემებში. შემოვტრიალდით, თქვენ რამდენიც გექნებათ, სულ ასე იქნება დაყოფილი ეს. აი ეს 7 შახმატურად არის მოქსოვილი. ახლა აქ სქემა დავაყენეთ, აქ ჩვეულებრივად გზავთ, სქემა დავაყენეთ, ჩვეულებრივად გზავთ. რამდენი თვალიც არ უნდა გქონდეთ, ერთის გამოტოვებით 7-ს დავყენებ სქემას, 7 ხო, გაყოფ ასე. აქ ჩვეულებრივად გზავთ და აუცილებლად შუა და შუა არის ერთი უკუღმა, სქემის 3 თვალი, როგორც გზავთ. 3 თვალს სადაც შეგხვდა 3 თვალი თუ დააკვირდით, ყველგან ასეთი სქემა გავაკეთეთ. ერთი თვალი ყველგან არის უკუღმა. ასე მთლიანად მოგზავთ ბოლომდე, შემოვტრიალდით, გზავთ მეორე შემდეგ რიგს. ყველა თვალს ვგზავთ წაღმა მეორე მხრიდან. თქვენ თუ მოგზავთ ირგვლივ, თავისთავად წაღმა მხარეს ჩვეულებრივად ერთ რიგს სქემას მოგზავთ, როგორც მოვგზოვეთ წეღანაკეთ და ირგვლივ თუ გზავთ, ისევ გექნებათ გარედან წაღმას აგზოვი და მოგზავთ უკუღმა. რადგან სქემის გზოვის რიგის შემდეგ ეს რიგი იგზოვება აქედან სულ უკუღმა უნდა იყოს ეს ყველა თვალი. აქედან თავისთავად გზავთ წაღმა თუ გახსნილად მოვგზავთ.
ირგვლივ ქსოვის დროს იქნება მხოლოდ ეს სხვაობა, ეს თავისუფლად მოსაქსოვი რიგი, ჩვეულებრივ ერთი რიგი ყველა სქემას შორის გადაიქსოვება უკუღმა თუ მოგსოვთ ირგვლივ. ახლა რახანას ევქსოვთ, აქედან წაღმა უნდა მოგსოვოთ მთლიანად, ყველა თვალი. ჩვენ სქემის პირველი რიგი უკვე დავაყენეთ, ყველა თვალი ვიცით სად რას ვგსოვთ და ახლა ვაგრძელებთ. ვართ გარეთ, ესე იგი წაღმა პირიდან, ახლა იქსოვება ისევ სქემა. ეს ნაპირის თვლები, ეს ორი თვალი არ ჩათვალოთ სქემაში, არ შეგეშალოთ. ახლა ვიწყებთ სქემას და გვაქვს პირველი სამი თვალი. აი ეს სამი თვალი, რომელიც სულ ასე იქსოვება სქემა, აი ასე მოდის მთლიანად. სხვა შემთხვევაში თუ გადაგვაქვს და გადმოგვაქვს სქემები, ეს სამ-სამი თვალი, რაც აქ გაქვს აღნიშნული, ყველა ეს სამ-სამი სულ აი სქემა იქსოვება და მიყვება აი ასე, შეუცვლელად. სამი თვალი. შუა გამომაქვს, შუა თვალიდან ეს. და ვგსოვ შემდეგ სამივე თვალს, პირველი, მეორე, მესამე. ახლა მას წავიღებ და უკან გადავიტან. აუცილებლად ერთი უკუღმა თვალი. სამი თვალი. ეს არის უკვე აი ეს. ჩვენ რო გაათვალისწინებული გქონდა 7 თვალი და იმ 7 თვალიდან სქემა დავაყენეთ აქ. გამოვიტანე შუა თვალიდან და სამივე თვალს მოგსოვ. თვალი ჩვეულებრივ რჩება, ის უკუღმა გადაქსოვილი როა აქედან ის გამომაქვს ის ძაფი. მეორე სამი თვალი. ეს იყო აი ეს 2-3 თვალი, შუაში უკუღმა თვალი. ახლა უკუღმა თვალს მოვგსოვთ და შემდეგი 3 თვალი არის, რომელიც სულ ეს სქემა იქსოვება, აი აქედან. ყოველ წაღმა რიგზე სქემას როცა ვგსოვთ, ეს სულ ასე იქსოვება, როგორც ეს, როგორც აი ეს, შუდაშურ სქემებს შორის არის ეს 3 თვალი სქემა. და შემდეგ აუცილებლად უკუღმა თვალი და შემდეგ 7 თვალი, შემდეგი 7 თვალი, აქედანაც წაღმა იქსოვება, აი ეს, აქედანაც წაღმა იქსოვება და გამოდის ასეთი სქემა. ახლა გვაქვს ის 7 თვალი, რომელსაც სულ წაღმა ვგსოვთ, აქედანაც. შვიდი. შემდეგ არის აუცილებლად უკუღმა თვალი და შემდეგ არის 3 თვალი, რომელიც მუდმივი სქემა იქსოვება ამ 3 თვალზე და მოყვება.
შემდეგ აუცილებლად უკუღმა თვალი და ახლა გვაქვს აი ეს 7 თვალი, რომელიც ჩვენ სქემებად დავყავით. 3, 1 უკუღმა შუაში და 3. პირველი 3, შემდეგ უკუღმა შუაში, შემდეგი 3, ეს 7 თვალი. უკუღმა თვალი, შემდეგ აი ეს 3 თვალი, ისევ მუდმივი სქემა, რომელიც მოდის და მოდის მხოლოდ 3 თვალზე. ეს ნაპირის თვლები. შემოვტრიალდით და აქ ყველა თვალს ვგსოვთ წაღმა. უკუღმა მხრიდან ყველა თვალს ვგსოვთ წაღმა. აქედან ეს მთლიანი რიგი იქსოვება წაღმა. მოვგსოვეთ მთლიანად ეს რიგი წაღმა. ეს ნაპირის თვლებია. შემოტრიალდით და ვიწყებთ სქემას ისევ ამ გვერდზე. ნაპირის თვლები, ეს სქემაში არ არის. პირველი 3 თვალი. უკუღმა თვალი, შემდეგი 3 თვალი, უკვე ვგსოვთ აი ამ 3, 1, 3. შემდეგი 1 და შემდეგ ისევ 3 თვალი, ამ 7 თვალიდან. უკუღმა თვალი, შემდეგი 7 თვალი ჩვეულებრივად გსოვთ. უკაცრავად შემდეგ გვაქვს 3 თვალი, რომელიც სულ არის სქემა. უკაცრავად არ შეგეშალოსთ 7 თვალის შემდეგ. უკუღმა თვალი და ახლა არის ჩვეულებრივი 7 თვალი, რომელსაც ვგსოვთ წაღმა, აქედანაც იქიდანაც. ეს უკუღმა თვალი, აქ ისევ 3 თვალი, რომელიც გსოვება გარეთ მხრიდან სულ სქემა. ერთი და იგივე.
ახლა არის 7 თვალი, რომელსაც ჩვენ გავანაწილეთ 3, 1, 3. პირველი 3, შუა თვალიდან გამომაქვს ეს ძაფი, თვალი რჩება ჩვეულებრივ და ვიწყებ ქსოვას პირველი, მეორე, მესამე. ეს აქეთ არ დატოვო, გადაიტანე იქით, რომ გამოგივიდეს ასეთი სქემა. მეორე 3 თვალი. და ეს სულ სქემა 3 თვალი. ეს ნაპირის თვლები. შემდეგი რიგი ვიცით იქსოვება სულ წაღმა. აქეთა მხრიდან. მოგხსოვეთ ეს რიგი წაღმა. შემოვტრიალდებით და ვიწყებთ სქემას თავიდან. დააკვირდით რას ვგსოვთ. ეს სქემა რო დავაყენეთ 3, 1, 3 ის არის, ეს ჩვეულებრივად რო იქსოვება შემდეგი 7 თვალი სულ წაღმა, აქ ისევ სქემა დავაყენეთ 7 თვალიდან და თქვენ რამდენი ასეთი თვალი გექნებათ იმდენი შეცვლით შემდეგ ისევ სქემა, შემდეგ ჩვეულებრივ, შემდეგ სქემა და ასე შემდეგ, რომ ასე გამოგივიდეთ, ცვლილებები, ესენი იცვლება, შემდეგ გადაადგილდება. ეს ის 3 თვალი რაც აქ არის, აღნიშნული 3, 3, 3, ეს სქემაა, რომელიც სულ ასე იქსოვება და ის თითო თვალი რო უწერია, ის თითო თვალი სულ უკუღმები რომ მიყვება და მიყვება. ეს არ იცვლება, ის 3 თვალი როა გათვალისწინებული, სულ იქსოვება სქემა, ამას ვამბობ მუდმივად, რომელიც იქსოვება, მუდმივი სქემა, 3 თვალი. ასეთი. შემდეგ ესენი ამებს ვცვლით ჩვენ, შემდეგ ახლა ამას მოვგსოვთ ჩვენ, რასაც ვგსოვთ ახლა, მოვგსოვთ 13 რიგს. ზუსტად ასე ავყვებით, უკუღმა მხრიდან ვგსოვთ წაღმა, გარეთა პირიდან სქემას ვგსოვთ 3, 1, 3. ეს 3 ჩვეულებრივად გაყვება ბოლომდე, სადამდეც არ უნდა მოგგსოვო, ეს 3-იც, ეს თითო როა ესაც და ვცვლით, 13 რიგი გვჭირდება, ეს ჩვეულებრივად მოიქსოვება, ეს ასე როგორცაა, ეს ჩვეულებრივად. და როცა მოვგსოვთ 13 რიგს, იქნება ეს მონაკვეთი, ან ეს მონაკვეთი, ეს მონაკვეთი. და შემდეგ უნდა გადავიტანოთ, როგორც არის ჯვარედინად თუ შახმატურად თუ როგორც ვამბობთ. ახლა ეს მოვგსოვოთ ჩვენ 13 რიგი და შემდეგ შევცვალოთ. მოვგსოვეთ მეგობრებო 13 რიგი, როგორც ავღნიშნე აქ და გამოვიდა ასეთი სქემა. უნდა გქონდეს, დააკვირდი ახლა 1, 2, 3, 4, 5, 6, ასეთი ფანჯარა. რომ გამოვიდეს, სიმაღლე ქონდეს და ლამაზი იყოს. ეს ხაზები ხო გვაქვს ახლა, სულ წაღმა რო ვგსოვთ, აქედანაც წაღმა, იქიდანაც წაღმა, გამოდის ასეთი 1, 2, 3, 4, 5, 6 და ეს მე-7 უკვე გადაგქსოვილია, უკუღმა გვაქვს, რომ შევცვალოთ და შემდეგი სქემა ავაწყოთ.
ეს რაც თქვით 13 რიგი მოვგზავნეთ. ახლა აქ არის ეს სქემა, აქ ეს. თქვენ ხართ აი აქ, ხო? თქვი რომ თავი აი აქ ხართ. თქვი რომ თავიდან დავიწყოთ, ხო არის ასე ახლა ეს. არ დაიბნეთ და შემდეგ გააგრძელებთ რამდენი და რამდენიც გექნებათ. აი ეს ის 3-3 თვალია, სულ ის 3-3 ეს არ იცვლება ქსოვის ბოლომდე ასე ქსოვთ ამ 3-3 თვალს. ცვლით მხოლოდ აი ამ სქემებს. ახლა დააკვირდით აქ რომელია, აქ რომელია. შეიცვალა, ხო? ეს ხო იყო გვაქვს აქ. ახლა ეს უნდა მოვგზავნოთ აქ. ეს უნდა აქ გადმოვიტანოთ ეს აქ. მოდით ჯერ აი აქ შევცვალოთ. ახლა შემდეგი 13 რიგი უნდა მოვგზავნოთ ჩვენ და ეს 7 თვალი რომელიც გავანაწილეთ აი როგორ. ორი სქემა ჩავაყენეთ, ხო? აქ 7 თვალში. ეს ახლა ჩვენ პირდაპირ უნდა მოვგზავნოთ. ეს ჩვეულებრივად იგზავნება 1, 3, 1. აქ ხო გვაქვს 7 თვალი, რომელიც აი ასე, რომელსაც ვგზავნთ აი ასე ახლა. ეს 7 თვალი გავანაწილოთ 3, 1, 3. და აქ გადმოვიტანთ ჩვენ აი ამ სქემას. ეს ჩვეულებრივად მოიგზავნება. აქ ეს სქემა გადმოვა, აქ ჩვეულებრივად მოიგზავნება. აი აქ კი ისევ ის სქემა გადმოვა 3, 1, 3. აი ამ 7 თვალში. ახლა ეს ავაწყოთ ჩვენ. ნაპირის თვლები 3 თვალი ვამბობ, აი ეს ყველა 3 თვალი იგზავნება ჩვეულებრივ, იცვლებიან ეს 7 თვალი, რაც არის 3, 1, 3 ჩვეულებრივ იგზავნება. გვაქვს პირველი 3 თვალი მუდმივი სქემა. აი ასე. უკუღმა თვალი. აი რას ვცვლით ახლა. 7 თვალი, რომელიც ჩვენ წეღან ერთად სქემა დავაყენეთ, ამ 7 თვალს ეს მუდმივი სქემა. ამ 7 თვალს მოვგზავ ჩვეულებრივად. დააკვირდი უკუღმა რიგია, იქიდან წაღმა ხო გადავგზოვე. ახლა ვცვლით სქემას. ის უკუღმა რიგი ყოველთვის იქნება ასე, როცა აქედან ვგზავთ წაღმას. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 თვალი. შევცვალე მე ეს სქემა აქ დავხურე, ვიწყებ ამას. გადავიტანთ, რა ქვია, შახმატურად როგორც ამბობენ. 3 თვალი 1, 1 იგზავნება შეუცვლელად სქემა. ეს სულ ასე იგზავება. აი ახლა 7 თვალი, რომელიც ჩვეულებრივად გსოვდით და ასეთი სქემა გამოგვივიდა 2, 4, 6, 7. ახლა ამას დავანაწილებთ 3, 1, 3. პირველი 3 და აქ სქემას დავაყენებთ. პირველი 3. ამ სქემას სჭირდება 3 თვალი, ეს ვნახეთ, ხო? 3, 1, ეს ყოველთვის უკუღმა არის, როცა ის 1 თვალი იგზავება. შემდეგი 3.
გავანაწილეთ 7 თვალი 3 1 3 შემდეგ უკუღმა თვალი და შემდეგ 3 თვალი უცვლელი სქემა აი ასე ახლა გვაქვს შემდეგი 7 თვალი, რომელსაც ჩვენ სქემით ვგსოვდით. აი ასე, ამ სქემით. 2, 4, 6, 7 თვალი, ახლა ამ 7 თვალს მოვგსოვთ ჩვეულებრივ. ერთი, 2, 3, 4, 5, 6, 7 უკუღმა თვალი და მუდმივი სქემა 1 3 1 ესაც უკაცრავად აქ უკვე ნაპირის თვალია დამთავრდა აქედან ვიცით ჩვეულებრივად მთლიანი რიგი იქსოვება წაღმა აქედან არაფერს არ ვცვლით, ვგსოვთ წაღმა. ყველა თვალს. მოვგსოვეთ ეს რიგი წაღმა. მოვედით. ნაპირის თვლები და შემოვტრიალდით. ნაპირის თვლები. ისევ სქემას ვგსოვთ. ეს მუდმივი სქემა რაც იქსოვება 3 თვალი უკუღმა თვალი ჩვენ შევცვალეთ სქემა გადავიტანეთ და ახლა იქიდან გადმოვიტანეთ ის ახლა ჩვეულებრივად ვგსოვთ უკვე ამ 7 თვალს სულ წაღმა ვგსოვთ აქედანაც იქიდანაც ახლა ეს ჩვეულებრივი მუდმივი სქემა უკუღმა 3 წაღმა 3 თვალის სქემა და ისევ უკუღმა აი ასე უკუღმა ეს 7 თვალი რომელზეც უკვე სქემა დავაყენეთ ახლა აქეთ გადმოვიტანეთ და ამ სქემის მსგავსი 2 დავაყენეთ აქ ხო პირველი 3 თვალი ეს უკუღმა თვალი მეოთხე და მეორე 3 თვალი 7 თვალიდან ასე ვანაწილებთ სქემას როცა ვგსოვთ თუ არა ჩვეულებრივად ვგსოვთ 7 თვალს წაღმა 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 ეს მუდმივი სქემა 3 თვალი ეს 7 თვალი ჩვეულებრივად რომელსაც ვგსოვთ ახლა უკვე სქემა შევცვალეთ უკუღმა თვალი და ეს მუდმივი სქემა 3 თვალი შემოვტრიალდით ახლა აქედან ამ რიგს მთლიანად წაღმა მოვგსოვთ და შემდეგ ისევ სქემას ვაგრძელებთ ახლა ნახეთ 13 რიგი მოვგსოვეთ შევცვალეთ სქემა გადავიტანეთ აქეთ კიდევ მოვგსოვთ 13 რიგს აი თლიანი 1 აი ამ სვეტისთვის გვჭირდება 13 რიგი 1 სვეტისთვის გვჭირდება 13 რიგი ამიტომ გადატანილი შახმატურად გვგსოვთ და ამასაც ჭირდება 13 რიგი
შემდეგ მოვგსოვთ ახლა ამას ისევ 13 რიგს და როცა დავამთავრებთ და გვექნება უკვე ბოლო უკუღმა გადაქსოვილი, ვცვლით და აქ ისევ, აი ნახეთ ეს 7 თვალი რომელიც იცვლება 3 1 3 როგორც აქ ვგსოვდით ისე გადავიტანთ აქ ჩვეულებრივად მოვგსოვთ ეს 3 1 3 ეს სქემა დაიხურება აქ ისევ შევცვლით 3 1 3 აქ ჩვეულებრივად მოიქსოვება ისევ დაიხურება და არ დაგავიწყდეთ რომ შუ და შუ აქ იქსოვება 1 უკუღმა 3 ეს სქემა 1 უკუღმა 1 უკუღმა 3 თვალი ეს სქემა 1 უკუღმა 1 უკუღმა 3 თვალი ეს სქემა 1 უკუღმა შენ აქ რასაც არ უნდა გსოვდე რომელიც არ უნდა შეცვალო გადაიტანო და გადმოიტანო შუაში ეს სქემა 3 თვალი 4 5 ეს უკუღმები იქსოვება ხელუხლებლად შეუჩერებლად შეუცვლელად აი გამოგივა აი ასეთი შემდეგ და აქ გამოგივა ესეთი შეცვლილი სქემები აი ეს სქემა ვფიქრობ გამოგადგებათ შემდეგ ისევ სულ არის ამ მთლიანი ერთი მონაკვეთის უნდა მოგსოვოთ 13 რიგი და სულ 13 და 13 და ცვლი ეს ასე ხომ მოგსოვე შემდეგ ასე შემდეგ ისევ შეცვლი და ასე შემდეგ და აი გამოგივა აი ასეთი ამ სქემით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ თავიდან აი ასე აიღებთ და დააყენებთ თვლებს შემდეგ ცვლი უკვე მოგსოვე ეს 13 რიგი შემდეგ აქ გადმოიტანე ეს როგორც აქ გვაქვს ის იქით და ძალიან ადვილია არ არის რთული თავარია თავიდან აიღე დაიწყე სცადე გამოგივა და ძალიან ლამაზი გამოგივა წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ